ორგანული ნარჩენები არის ენერგიის წყარო და მათი გადამუშავება გარემოზე ზრუნვა. წარმოვიდგინოთ ახლა თუ მაგალითად ერთ ფერმერს 50 სული ყავს ცხოველი, რამდენი ტონა თუნდაც ერთ დღეში ფეკალიური მასა აქვს მას. ის ფეკალიური მასა რაც რჩება, ავტომატური პროცესი არის ის, რომ ის იხსნება და თუნდაც ამ მეთანს გამოყოფს ისევ გარემოში. მეთანი არის ზოგადად ძალიან საშიში და ის კარბონზე გაცილებით უფრო ძლიერი მომწამლელია, სწორედ ამიტომ ჩვენ მას უტილიზაციას ვუკეთებთ და ამით გარემოზე ვამცირებთ ემისიებს. ჩვენ ქმნით ახალი თაობის დაგისტერებს. ფერმერი ჩვენი დანადგარის მეშვეობით იღებს სამ ძირითად პროდუქტს. პირველი ეს არის ელექტროენერგია, მეორე პროდუქტი არის გაზი, მესამე ყველაზე მაღალშემოსავლიანი არის ბიოსასუქი, რომელიც სრულიად სტერილურია და გამოირჩევა მაღალი ნიტრატული შემადგენლობით. 15 ძროხა სრულიად საკმარისი იქნება. ეს ყველა ფეკალიური მასა ჩადოს ჩვენს მოწყობილობაში. არა მარტო დაზოგვის შესაძლებლობას ვაძლევთ და დამოუკიდებლობას ამ კუთხით, არამედ ფერმერს ეძლევა საშუალება, რომ მიიღოს 1 ტონა ორგანული ნარჩენიდან სულ ცოტა 130 ევროს ღირებულების შემოსავალი. ჩვენ რამდენიმე პროექტის ბენეფიციარები ვართ. თითქმის უშუალოდ ყველა რა პროგრამაშიც ვარ, რაღაც კუთხით ასე თუ ისე ეხება ევროკავშირის, ან ევროკავშირის პროგრამა, ან ევროკავშირის დაფინანსებულია. ეს სფერო ზუსტად ახლა იკიდებს ფეხს.